ვარსკვლავთშორისი კომეტა 3i წილადი ატლასი განსხვავდება მზის სისტემაში დაფიქსირებული წინა ორი სხვა ვარსკვლავთშორისი ობიექტისგან, მაგრამ როგორც ახალი დაკვირვებები მიუთითებს, ეს შეიძლება იმაზე უცნაური იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. მზესთან ყველაზე ახლო მანძილზე პერიჰელიონთან ის 29 ოქტომბერს მივა. ამიტომ დაკვირვებისათვის საუკეთესო დრო პერიჰელიონის დადგომამდეა. შედეგები აჩვენებს, რომ 3i წილადი ატლასის ზედაპირიდან აირები იქამდე დიდი ხნით ადრე წამოდიოდა, ვიდრე შევნიშნავდით და ამავე დროს მის ატმოსფეროს, ანუ კომას, იმაზე მაღალი პროპორციით აქვს ნახშირორჟანგი, ვიდრე როგორც წესი მეცნიერები ხედავენ ხოლმე კომეტებსა თუ ვარსკვლავთშორისო ობიექტებზე. დაადგინეს, რომ 3i წილადი ატლასი პირველად მაისში დაფიქსირდა, ოფიციალურ აღმოჩენამდე 2 თვით ადრე. ჰაბლის მიერ ჩატარებული გაზომვების თანახმად, თავად კომეტის რადიუსი დაახლოებით 2,8 კილომეტრია. ზოგი კი უფრო დიდ ციფრს ასახელებს. ნახშირორჟანგი და წყალი კომაში 8:1-თან პროპორციით არის. ეს გახლავთ ნახშირორჟანგის ყველაზე მაღალი პროპორცია, რაც კი ოდესმე დაუფიქსირებიათ რომელიმე კომეტაში. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. კვლევარების აზრით, დაკვირვებები თავსებადია ნახშირორჟანგით მდიდარ ბირთვთან, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ 3i წილადი ატლასი შეიცავს ყინულებს, რომლებიც მზის სისტემის კომეტებთან შედარებით უფრო მაღალი დონის რადიაციის ზემოქმედების ქვეშ არის.ანდაც იმას, რომ ის მშობლიურ პროტოპლანეტურ დისკოში წარმოიქმნა CO2-ის ყინულის ხაზის სიახლოვეს. პერიჰელიონის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო ამაღელვებელი გახდება. ამ დროს კომეტა მზის სისტემის დატოვების გზას დაადგება და დედამიწასაც მოუახლოვდება. მომდენო წლის მარტში ჩაუვლის იუპიტერს, სადაც შეიძლება ხომალდმა ჯუნომაც შეძლოს გადაღება. ეს რაც შეეხებოდა ბოლო სამეცნიერო სიახლეებს ამ ვარსკვლავთშორის ობიექტზე, მაგრამ მისი აგებულებიდან, ტრაექტორიიდან და სისწრაფიდან გამომდინარე, ეს ქვა თუ კოსმოსური ხომალდი. რა კონსპირაციებია გავრცელებული? მეცნიერთა უმეტესობა იმ შეხედულებისკენ იხრება, რომ ეს უბრალოდ კიდევ ერთი ვარსკვლავთშორისი კომეტაა, თუმცა არა ყველა. ზოგიერთ მეცნიერს ყველაფერი აეჭვებს და არ გამოიცხავს, რომ საქმე გვქონდეს პოტენციურად გაცილებით ამბიციურ რამესთან, უცხოპლანეტელების ზონდთან. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.